მე მიყვარს თბილისი ამ პროექტის ფარგლებში საინგილოდან 18 ბავშვი დედაქალაქში ჩამოვიდა გვიან საღამოს მოზარდები საპატრიარქოში კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო და დალოცა. ლია მეორე მათ საჩუქრად წიგნები და თანხა გადასცა. ბავშვებმა ისტორიულ სამშობლოს ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. პროექტი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება, თბილისის მერიისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით ტარდება. მალე საქართველოს ამ პროგრამის ფარგლებში ფერეიდანელი ქართველებიც ეწვევიან. მიზეზების გამო ეს შეფერხდა. დაბა ის ბედნიერი დრო, როცა გამძლიანდება საქართველო. მე მინდა რომ თქვენ კარგად უნდა იცოდეთ ქართული ენა, წაიკითხოთ ქართული ლიტერატურა, საქართველოს ისტორია უნდა იცოდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის ეს იყო ძალიან საინტერესო პროექტი, ძალიან საინტერესო შეხვედრები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მათი ცხოვრებაში რაღაც გარდატეხა. ალბათ ჩაფიქრება იმისთვის, თუ როგორ უნდა უყვარდეთ საქართველო, რა არის ქართველობა საერთოდ და რა არის საქართველოს ისტორია. მე აქ ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში, ძალიან მომწონს, ეს ჩემი სამშობლოა. პატრიარქთან ვიყავით შარშად წინ ფესტივალზე ვიყავით, შევხვდით, ძალიან მოხარულები ვართ.